დღეს პრეზიდენტმა ცაგერში ახალი კლინიკა დაათვალიერა, ძველშენობას სრული რეაბილიტაცია სადაზღვეო კომპანია IC ჯგუფმა ჩაუტარა 25 საწოლიანი საავადმყოფო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. მრავალწლოვან ცენტრში პაციენტს ყველა სახის სამედიცინო უსახურების მიღება შეუძლია საავადმყოფოში 100-მდე ექიმია დასაქმებული. მეტპერსონალს და პაციენტებს დღეს მიხეილ სააკაშვილი გაესაუბრა, მანამდე კი პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სულ მალე ცაგერში წყლის და გზის პრობლემა მოგვარდება. ადგილობრივ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. ჩვენგან დაფინანსებული პრეზიდენტის პროგრამით. პრეზიდენტი ეს არის ძვირადღირებული ოპერაცია, ჯაფარის ოპერაცია. რაც უნდა გაუკეთოთ, თქვენ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. დიდ მადლობას მოვიხდით ოჯახის სახელით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ხელი ოჯახის სახელით. ამოვამი და ბატონო პრეზიდენტო, გადაიხადეთ კაიგეთო უპირველეს ოპერაცია დილზე. რისიო როდის გაიგეთ ოპერაცია? ორისია, სტანიწყალოვი ცოცხალია. სად გაიგეთეთ? ქუთაისში. ეხა უკვე აქაც ყველა პრობლემა ეს მოხდეს ალბათ. ძალიან დიდი მადლობა. ვინც რა უნდა თქვას? ჩვენი ქვეყანა მიდის წინ. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან არ სიამოვნებს. ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ, ხან მესამეს ქვეშ იკრიფება ერთი და იგივე ძველი სახეები, ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღვრემილი შესახედაობის პოლიტიკური მათ მუმიფიცირებული ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველოს, ის ხალხი, ვინც 10 წლეულების განმავლობაში არა მხოლოდ 90-იან წლებში, არამედ იმაზე ადრეც ძალწოდა საქართველოს, ვინც საზრდოობდა იმათთან, რომ ყველა დანარჩენი იყო ღარიბი და ეს ხალხი გვეუბნება ახლა. და ამ ხალხს არ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, აღშენებლობა. ამ ხალხს არ სიამოვნებს, რომ ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს, იმიტომ რომ ადრე დენი იყო მხოლოდ მათ ქუჩაზე. მხოლოდ მათ ქონდათ გენერატორი, მხოლოდ მათ ქონდათ განმოყვანილი დენის წყაროდან. მხოლოდ მათ შეელოთ სახლები ხონოდან განათებული და გამთბარი. ამ ხალხს არ სიამოვნებს ახალი სკოლები. იმიტომ რომ მხოლოდ მათ შეელოთ თავის შვილებისთვის რეპეტიტორების აყვანა. მხოლოდ მათ შეელოთ სახლში მოეყვანათ კერძო მასწავლებლები და კერძო მასწავლებლებთან გაეზარდათ შვილები. მათ არ სიამოვნებთ მაგალითად ინგლისური სწავლების პროგრამა და კომპიუტერები. იმიტომ რომ კომპიუტერებიც მარტო მათ უნდა ქონოდათ და მარტო მათ შვილებს უნდა ცოდნათ უცხოენები. მათ არ სიამოვნებთ საავადმყოფოები, იმიტომ რომ ადრე მხოლოდ რამდენიმე პალატა იყო თბილისში გარემონტებული და მხოლოდ მათ შეელოთ იქ კურნალობა და მხოლოდ მათ შეელოთ იქ დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ან უცხოეთში წასვლა და იქ კურნალობა და იქ ამის ფულით საშუალება მხოლოდ მათ გააჩნდათ. მათ არ სიამოვნებთ ქართველი ხალხი ზოგადად. და ქართველი ხალხი არის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი საკმაოდ გაჭირვებული. ამიტომ წამოაყენეს ახალი ლოზუნგი, გაჭირვებულ ადამიანს არაფერი არ უნდა კითხებოდეს თურმე პოლიტიკაში. მარტო თუ მუცელი გაქვს გასიებული ხალხის გაჭირვებით, მარტო თუ მომიპარე თავის დროზე ბევრი ფული, საეჭვო გზით იშოვე ფული, თურმე მარტო მაშინ მოგეკითხება პოლიტიკაში საქმე, თურმე მარტო მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მარტო მაშინ უნდა მოხდე პარლამენტში და მარტო მაშინ უნდა აგირჩიონ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მათ არ სიამოვნებთ პარლამენტი ქუთაისში. იმიტომ რომ ადრე ყველაფერი წნებოდა ერთ ქუჩაზე თბილისში და თბილისის განვითარებაც არ სიამოვნებთ. იმიტომ რომ თბილისში ახლა მარტო დედაქალაქის ცენტრი კი არ ვითარდება ყველა გარეუბანი. ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა ესეთი აღშენება, როგორც ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში. თბილისიც არა უშენებიათ. მაგრამ ის რომ ახლა თბილისიდან გადავიდეს პარლამენტი ქუთაისში, ეს მართლის საერთოდ კატასტროფაა. იმიტომ რომ საქართველოს რეგიონები განვითარდება. იმიტომ რომ წყალტუბოს აღშენებლობა იწყება. იმიტომ რომ აღშენებლობა თანდათან გავრცელდება და მოიცავს ქუთაისის თელ პერიმეტრს, ქუთაისის გარშემო ყველა რეგიონს. და ადრე ძალიან მარტივი იყო. ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, დენი იყო მარტო იმ ქუჩაზე, გზას აგებდნენ მარტო იმ ქუჩაზე, პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მარტო იმ ქუჩიდან, ფული ქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე. აი ამ ცხოვრების დაბრუნება უნდა, ამ მუხთახორა, არაფრის მაქრის კორუფციით და ხალხის ძარცვით გაფსუებულ წარსულში ოღონდ ხალხს. მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს. რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ. რა სხვადასხვა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ. რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ, რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ. ჩვენი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი და ჩვენმა ხალხმა უკვე გაუგო გემო, რაც ნიშნავს პროგრესი და არავის არ უნდა უკან დაბრუნება. იმიტომ რომ როდესაც არის არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის, სინათლე ყოველთვის იმარჯვებს.
როდესაც არის ბრძოლა ბოროტსა და სიკეთეს შორის. სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას, სხვანაირად საქართველოს არ იარსებოდა. როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, არ შეიძლება რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ. რა გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს. ჩემი ასაკის ადამიანები, ბებია ჩემის ხელა ადამიანები, ჩემი შვილები ყოველთვის ავირჩიოთ მომავალს, იმიტომ რომ ხედავთ პროგრესს, ხედავთ პერსპექტივას და მომავალი ეკუთვნის ჩვენ შვილებს და ჩვენ გვიდა მომავალი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. აი ეს არის თავარი, რასაც შვება ეს სამოწყობოები. ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ბევრად უფრო მდიდარი ქვეყნები ამის მიათეთს ვერ აკეთებენ. იმიტომ რომ საქართველოში ფულს აღარავის არ უაპარიებ. დიახ, საქართველოში მე მყავს ხალხი მთავრობაში, რომელიც არიან ღარიბი ოჯახებიდან. გასკდნენ ბოღმით ისინი. არიან ღარიბი ოჯახებიდან. და ფული არ უშოვიათ მთავრობაში ყოფნით. და ალბათ გონი ვართ სულელები, რომ როგორ მთავრობაში არიან და ფულს არ აკეთებენ, როგორ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ბევრად უფრო მეტ რაღაცას, ვიდრე ფულს შეიძლება მოიტანოს რაოდენობით. ჩვენ ვაშენებთ ჩვენთვის, ჩვენი ყველასთვის, ჩვენთვის ახალ ქვეყანას. ჩვენ ჩვენი შვილებისთვის გვქნით ახალ მომავალს. რომელი ფულით გადაიფარება ეს ღირსება, როგორც ჩვენი ქვეყნის აშენება და ახალი მომავლის შექმნა საკუთარი ქვეყნისთვის. რა ფულით შეიძლება იმას, რომელი სიმდიდრე უნდა იყოს, რამდენი სახლი უნდა აიშენოს ვინმე მინისტრმა, გარდა იმისა, რომ თქვას, რომ 150 საავადმყოფო ააშენა საქართველოში. რა ფული უნდა გააკეთოს ისეთი, თუ არ შევადარებთ იმას, რომ თქვას ვიღაცა, რომ 3000 მაგარი სკოლა ავაშენე საქართველოში. რა მანქანით უნდა იაროს ისეთი, რომ ამას არ ურჩევნია, რომ თქვას, რომ რამდენიმე 1000 კილომეტრი ახალი გზა გავაკეთეს საქართველოში მსოფლიოს სტანდარტით. რა უნდა იაროს უცხოეთში, ასიამონა მიიღოს, ბევრად არ ურჩევნია თქვას, რომ ყველგან საქართველოში არის მაგარი წყალსადენი. ყველგან საქართველოში არის პროგრესი. ყველგან საქართველოში იქნება ახალი საწარმოები. ყველგან საქართველოში თანდათან ილახება სიღარიბე. ყველგან საქართველოში არის გაუმჯობესება. და ყველგან საქართველოში არის კიდევ ბევრი პრობლემა და გვაქვს დიდი პრივილეგია, რომ ერთად შევებრძოლოთ ამ პრობლემებს და ერთად შევებრძოლოთ ამ სიღარიბეს. ცალ-ცალკე კი არ გადავირჩინოთ თავი. არ გამოსავალი იმაში კი არ ვიპოვოთ, რომ აბა ეხა ღარიბები გვერდზე გავწიოთ და ვისაც უჭერთ და ჩვენ მოვილაპარაკოთ დიდრებმა და გაგსუებულებმა და ერთ სამეზობლოს და ერთ კლასში და ერთ ბირჟაზე მდგომება რა უნდა იყოს ქვეყანაში. არამედ ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი არის ყველა ქართველის ხელდაკაპიცებულ შრომაში, ყველა ქართველის ენერგიაში, ყველა ქართველისთვის პერსპექტივის და თვალში იმედის სინათლის გაჩენაში და ნაპერწკალის გაჩენაში. არ არის ესე ხო? ასე რომ დიდი მადლობა და მადლობათ, რომ ეს საავადმყოფოც გაკეთდა და მე ვფიქრობ, თავი რაც არის ახლა, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ პოლისები რიგდება, 5 წლამდე ბავშვები, აი ახლა ვნახე ბავშვი კიდე რომელიც პოლისი კეთებს 2 წლის ოპერაციას, 5 წლამდე ბავშვები ყველა გადაზღვეული იქნება, პენსიონერი წელს ყველა იზღვევა და გარკვეული ზღვარსქვემოთ ყოფი ყველა იქნება დაზღვეული აბსოლუტურად. და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, მაინც მოესვება აქვს, თუ აქვს შემოსავალი, აქ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომსახურება ყველასათვის. და რაც თავარი მსოფლიო დონის. როგორ ძანებით? კაცი დიდ? ეგ არ არის. პატარა პირობების სამთება ქონდა და აბა ამამიდები შედაემართებოდა. უკვე შეუძლია რომ ადგილზე თავისივე რაიონში იმკურნალოს. ფასო მოსახურება თქვენს წყალობით. ფასო მოსახურება აქ პროგრამით, მაგრამ ხო 60 წელზე ზემოთ კი, ყველა შედაგება ზემოთ აზრს ეს პოლიციებზე გადავა. აი კაცი, მე სამაგობას. მე აღუდგოთ. შესაძლოა. აი კაცი. ვერ უმორძობთ. კამარა მოსახურება ძალიან არიან.